იყო და ერთხელ ერთმა ფერმერმა გადაწყვიტა, რომ თაგვი იყო მისი ძირითადი პრობლემა და უნდა მოეშორებინა. ამისთვის კი დაუყო სათაგვი. თაგვმა ამის შესახებ გაიგო და მაშინვე ფერმის სხვა ბინადრებს უთხრა. პირველ რიგში კი ქათამს, ცხვარს და ძროხას. უთხრა, რომ მეგობრებო, ფერმის მეპატრონებ სათაგური დაგვიგოვო. იმათმა შეუსწორეს, თაგვნა დაგვიგო კი არა დაგიგოვო, რადგან სათაგური არის დაგებული. თაგვი წამოვიდა. მალევე ამ სათაგურში გაება გველი, რომელმაც დაგესლა ფერმის მეპატრონის სოფლი. იმისთვის რომ ტკივილი შეემსუბუქებინა, იმისთვის რომ დახმარებოდა და ფიქრობდა რომ მოამჯობინებდა, ფერმერმა დაკლა ქათა და მისი ნახარში მოუმზადა სადი. ამან არ უშველა. შემდეგ მიმართა ექიმებს და რომ გამასპინძლებოდა ექიმებს დაკლა სხვა. ექიმებო ვეღარ გადაარჩინეს მისი მეუღლე და გარდაიცვალა. ქელეხის სამთისისას კი დაკლეს სხვა. თაგვი იჯდა და ფიქრობდა. ჩემს საშეცვლილ მათი შეიცვალა. მაგრამ ეს საერთო პრობლემა იყო. იმიტომ რომ თუ არ იქნებოდა ქათმისთვის, წყვრისთვის, როხისთვის საარსებო პირობები, თაგვსაც აღარაფერი დაეთმობოდა იქ. ანუ პრობლემა იყო საერთო, რომელიც თაგვმა გაითავისა, მათ ვერ. მორალი რა არის აქ, რომ ზღვის სიჭირი ღობეს ჭირი არ ამართლებს და არ მუშაობს. დღეს თუ შენ ამ წუთას თუ შენ არ გეხება რაღაც პრობლემა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის შენი პრობლემა არა. სახელმწიფო პრობლემას გულისხმობ, სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ პრობლემას. რომ არ შეიძლება რომ რომელიღაცა განყენებულ ჯგუფს ეკუთვნოდეს მხოლოდ ეს, რომ არა ძმაო, მე ეს არ მეხება, მე აქეთ ვარ, ჩემთვის ვარ, წყნარად ვარ, არაფერს არ ვეხები, არაფერს არ ვაღვიჭი. მაინც შეგეხები, შენ არ ეხები, ის შეგეხები. ამიტომ არ არის საჭირო თავის მოტყუება, არ არის საჭირო პრობლემისგან გაქცევა, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ერთ ქვაბში ვართ, რომელსაც საქართველო. და ერთადერთი რაც ძალიან დიდი სურვილი მოგის არის, რომ ერთი დღით მაინც ყველა თვალირო გაახილოს, მეტი არაფერი.